მეც მადლობას მოგახსენებთ დაპატიჟებისთვის. არ ვიცი, იმდენი ბრალდება ჩამოთვალეთ ერთად, რომლით დავიწყო, არ ვიცი, ხო, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცხელი ამბავი და ყველაზე რთული სიტუაცია არის ქუთაისის თამაშთან დაკავშირებით. ფედერაციის ბრალეულობაზე ხა აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ ხა რაღაცა სისულელებზე თავის მართლება უკვე მე მგონი აღარ ღირს. რაც შეეხება ამ თამაშს, ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყანაში ვინც მეტნაკლებად ფეხბურთი იცის და მეტნაკლებად ფეხბურთი ესმის და არა ისე როგორც ჩვენთან, რომ ვისაც რა არ მოუნდება, ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს. არსებობს დიდი თამაშები, კლასიკები, რომელიღაცა ჩემპიონატებს და რომელიღაცა ქვეყნებს ახასიათებს. ესეთი ჩვენთან არის ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამოს დაპირისპირება, რაც ერთი მხრივ ძალიან კარგია და ძალიან სასიკეთოა იმისთვის, რომ ესეთი დაძაბული თამაში არსებობს და რაღაცა ორი ესეთი გუნდი არის და ეგეთი თამაშები იცით, რომ სხვა ქვეყნებშიც არის და მეორე მხრივ ხა რაღაცა რისკის მატარებელი არის ეს თამაში რა. ყველგან სადაც თამაში ტარდება, მასპინძელი გუნდი, მასპინძელი ქალაქი არის ვალდებული, რომ დაიცვას ის მინიმალური, ან ხანდახან მაქსიმალური უსაფრთხოების წესები და თამაშის წესები, რომელიც არ არის დადგენილი არც გუშინ და არც გუშინწინ მოდის წლების განმავლობაში და სისტემატიურად უფრო მკაცრდება და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ კუთხით. ამ თამაშს ბუნებრივია, რომ მაღალი რისკის თამაშის შეფასება ქონდა ფეხბურთის ფედერაციამაც თავის მხრივ უსაფრთხოების ოფიცერიც მიავლინა, თამაშის დირექტორიც მიავლინა, საჯების დამკვირვებელიც, რაც ბუნებრივია ყველა თამაშზე ხდება. საკმაოდ კარგად იყო ჩემის აზრით რა ინფორმაციაც მე მაქვს მათგან ორგანიზებული ეს ამბავი, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცა, რაც მე მგონი დაგეგმილი იყო წინასწარ და ეს იყო რაღაცის პასუხი. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ქუთაისელი გულშემატკივრები. რაც შეეხება მთლიანად ამას ეს რომ მივაწეროთ ეხა ან ქალაქს ან გუნდს, ეხა ქუთაისში რომ უსტუმარ მასპინძლობა იციან და ქუთაისში რომ მოქცევა იციან, ნეტა ბევრ ადგილას იცოდნენ ეგეთი რა. ეხა ეს უბრალოდ აი ამ კონკრეტულ დავას უკავშირდებოდა ორ გულშემატკივართა კლუბს შორის და აქედან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო ის გადაწყვეტილება, უბრალოდ სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც რეგლამენტით იყო გათვალისწინებული. თვითონ როდესაც რეგლამენტი დგება და როდესაც სადისციპლინო სანქციები იწერება, ხო, ჩვენ გავამკაცრეთ ეს სანქციები, გავითვალისწინეთ ბუნებრივია საქართველოს მდგომარეობა მთლიანად, კლუბების მდგომარეობა, თორე შეიძლებოდა რომ ამ შემთხვევაზე თვითონ უკვე უფრო მეტი ყოფილიყო სანქცია, მაგრამ რაც არის დღეს, ჩემის აზრით მაქსიმალური არის სასჯელი იმისთვის, რა ქვია, სტადიონისთვის და კლუბისთვის. თქვენ არიცით, 3 დღე მაგაზია ლაპარაკი, რომ სასჯელი არის 18300 ლარი და სეზონის ბოლომდე ან უმაყურებლო თამაში, ან დისკვალიფიკაცია სტადიონს, ის საბოლოო გადაწყვეტილებამ შეიძლება აღმასკომა რაღაც გამოცვალოს, იმიტომ რომ ზემდგომი ორგანო. არა, ეგ არ შეიძლება, დათო. არა, დინამო არაფერს შუაში არ არის ამ შემთხვევაში. არის მაღალი რისკის თამაშები, სადაც მაგალითად ფეინორდის ბალეშიკები არ დადიან, ის გულშემატკივრები არასოდეს არ დადიან აიაქსის სტადიონზე. არც აიაქსის გულშემატკივრები არ დადიან. ნუ არა ხა ჩვენზე მეტი, მე მგონი, ცივილიზაციაც არის, ჩვენზე მეტი კულტურაც არის, შეიძლება ყოველ შემთხვევაში სტადიონზე მოქცევის და იმის. მაგრამ არ დადიან რა. ხა თუ ეს გახდა აუცილებელი, რა უნდა ჩვენც მივიღებთ რა, მე გულშემატკივრის გარეშე რამდენი კაცი დადის სტადიონზე? რამდენი კაცი დადის? თბილისის დინამოს დაყვება აქედან იქეთკენ, რამდენი კაცი ერთი მაგდენ დინამოს სტადიონზე მივიდეს, ჯობია თუ ესეთი მაღალი რისკის შემცველობის თამაში იქნება, გამოსავალი ის კი არ არის, რომ ქუთაისში არის თამაშოს. გამოსავალი ზუსტად ეს არის, რომ აი ამ კონკრეტულ ორ გუნდს შორის ან ნებისმიერ სხვა გუნდს შორის, სადაც ნუ შეუძლებელია მოლაპარაკება და ცივილურ ფორმებში თამაშის ჩატარება,
მე კი არაფერს არ ვიგონებ. არის ეგეთი რაღაცები ხდება სხვაგანაც, უფრო დიდ ჩემპიონატებში. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ისა რა ქვია, ზომა, რომ არ მოხდეს ესეთი რაღაცები. ნეიტრალური მოედანი ალბათ იქნება ის, რომელსაც ვიტყვით ჩვენ, ფეხბურთის ფედერაცია. არა, ეხლა გვერდზე და რაღაცა არა. ნახოთ რა, ნახოთ. ეხა მაგას რა თუნდა ეხა მაგას ან დათანხმება ან ვალდებულება დინამოს თამაშზე მოხდა ეგა დინამოს აბსოლუტურად. კიდე ერთხელ გეუბნებით, თუ ფედერაციის პოზიცია არის მნიშვნელოვანი, არის ის, რაც გამოტანილია, რაც კანონით ხვდიდა ვალდებულს უпроსორეთ სადისციპლინო კომიტეტს, ჩემი პირადი განცდა თუ გაინტერესებთ, ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ ჩემპიონატში, ამ ქვეყანაში, საქართველოში ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ქუთაისის ტორპედო დარჩეს იმ შესაძლებლობების გარეშე, რომ სტადიონზე არ კონდეს თამაში ჩატარების უფლება, მე საერთოდ ყოველთვის პრინციპულად უფრო ნაკლები ზომების მომხრე ვარ, ასე ვთქვათ, სადასჯელო ზომების გულისხმობ რა. ციხეში დაჭერილი ხალხიდან დაწყებული ფეხბურთში ჯარიმები დამთავრებული. ფული არის ყველას აწუხებს ფული რა. თქვენს ყველამ თქვა რა უფრო ნაკლები, რატომ უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები და 10 თამაში მიგვეცა და 5000 ლარი ჯარიმა? ეგ უფრო კარგი სასჯელი იქნებოდა? როგორ გონიათ თქვენ? ფეხბურთისთვის რომელი იქნებოდა უკეთესი? აი ფეხბურთი და წელიწად ნახევარი რომ ქუთაისი თბილისში ითამაშებდა, ეგ ჯობია? როგორ? ეგ სხვა რამეა, ეხა შეიძლება ღირსი არიან, შეიძლება ღირსი არ არიან. აქ არ არის ქუთაისის ტორპედო. არა, აქ არ არის ქუთაისის ტორპედოს მნიშვნელობა კი არ არის ზემოთ წამოწეული, აი რახან ტორპედო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნებოდა იგივე საქციე. მე ესე მგონია და არასოდეს არ ვერევი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში, არც აპელაციო კომიტეტის, თვითონ ბუნება ამ კომიტეტების და ის საქმიანობა ისეთია, რომ უნდა განყენებული იყოს და არ უნდა ერეოდნენ შიგნით ღმერთთან დამეფარო შიგნითო ჩავერი. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, აი რეზიკო არველაძის აზრი თუ გაინტერესებთ, მე მგონია რომ მეტი თამაში არ უნდა მიგვეცა. არ ვიცი შეუმცირებს თუ არ შეუმცირებს, არც აღმასკომის წევრი არა ვარ მე. არ ვიცი. დღევანდელი დათო ბოდიში ვიხდი ერთი წუთი თუ საიდუმლო არ არის იქნება მითხრათ ვინ არის იმიტომ რომ მე წასული ვიყავ ხო გასაგებია ეგ ყველაფერი გასაგებია ნუ არ ვიცი ხა გუშინ მაგალითად ადვილი იყო მასთან პაეკროფა აჩისთვის იმიტომ რომ ახლოს ეს ეხა მე არ მინდა აქედან რომ რაღაცებზე უპასუხო ან თვითონ აქ არ არის, მაგრამ ნუ ეგ ეხა ხო ჩვევათ არის უკვე რა, გადაქცეული ეს ამბავი, რომ აი კეცბაი ამრას თქვა რა, ფორმები უნდა გადაეცვა თურმე იმას რა ქვია.
ფედერაციის თანამშრომლს. ეხლა ესე არ შეიძლება რა, ფედერაცია საკმაოდ აქვს თავისი პრობლემები, ვისაც შეიძლება რომ აკრიტიკო. სადაც შეიძლება რომ არ აკრიტიკო, იმიტომ რომ რაღაცა სიტყვის მასალად მაინც უბრახუნო რომ ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანა რამე არის, სადაც შეიძლება რომ შენიშვნა იყოს, შენიშვნა იქნება მიღებული, გათვალისწინებული, თუ საჭიროა ბოდიშიც მოხდილი, მაგრამ ის სადაც არაფერ შუაში არ არის, ესე კომპანია ვიღაცას აქვს ეგრევა, ესე უნდა იყოს რა. იყოს კაცო რა ეგრე არის, მე 8 წელიწადია მაგის მეტი არაფერი არ მესმის მე რა ვქნა. მივეჩვი. ნუ კი ბატონო, საერთოდ კიდე ერთხელ ვიძახი რა. მე ვარ მონაწილე ქუთაისში იმ თამაშის, რომელსაც სადაც ბევრად უფრო ძიმე რაღაცები მოხდა რა. ბევრად უფრო ძიმე საათნახევარი ხო, იქიდან კრესლოები გვეხურა თავზე, მაგრამ რა მოხდა მე? ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ყველა ფეხბურთელი არის განსხვავებული ტიპის ადამიანი. განსხვავებულია ჩისკოც რა. ჩისკოც ახლა რაღაცა ავიც შეიძლება თავი გამოიჩინა, შეიძლება რაღაცა სხვაზე მეტი იყო ყლოჩინა თუ ივაშკაცა თუ რაღაცა, მაგრამ არ შეიძლება, ბუნებრივია, რომ არასწორი საქციელია. უნდა გაერიდო ეგეთ დროს და პირიქით უნდა ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ ჩააცხრო და დაამშვიდო ეგ სიტუაცია. ხა გუშინ აჩიმაც ახსენა, მეც მინდა გავიმეორო. ჰერტა იმის თამაშზე, რა ქვია, რაც მოხდა, რა ქვია, დუსელდორფის თამაშზე. მეტი ცივილიზაცია და მეტი საფეხბურთო ქვეყანა და მეტი წესრიგი და მე რა ვიცი, მე მგონი იმის რა ქვია, ავსტრიის ჯარი დაიხმარეს. ბოლოს თავისი აღარ ეყოთ რა. ხო, ხდება რა ფეხბურთია ეგეთი, ომები ხდება ამ ფეხბურთის გულისთვის. ჩვენ ახლა ეს კი არ უნდა გვიხაროდეს და ამას ზერელეთ კი არ უნდა ვუყურებდეთ. პირიქით, ჩვენც გამივიღებთ რაღაცა დასკვნებს, გამოვიტანთ აქედან და ნებისმიერი ადამიანის პროვოკაცია იქ და ნებისმიერი ადამიანის არასწორი საქციელი უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული. იმიტომ კი არა რომ ფეხბურთის ფედერაციის წესები არის ეს. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ამ ორ ქალაქს შორის და ამ ორ დიდ კლუბს შორის ეს ცდებოდეს რაღაცა დასაშვები ურთიერთობების და დასაშვები დაპირისპირების ზღვარს რა. ესე ხო არ შეიძლება ჩვენ გეუნები რა, ძმაკაცები და ახლობლები, ვისაც ყავს ქუთაისში. სულ არიციან ბათუმში რომ მივდივართ ხოლმე, მაგრამ სადღაც რომ გაიგებენ ხოლმე, ხა მაგათ ვინმე ასწავლის, ან სტუმრის მიღებას, ან სტუმრის გაცილებას, მაგრამ რაღაცა ზღვარს იქით არაფერი არ შეიძლება რა. არც თბილისში და თამაშები და არც მით უმეტეს ეს კლასიკაა რა. ნუ რაც არის ეს არის ქართული ფეხბურთის, ხო? თბილისის დინამოს და ტორპედოს თამაში ითვლება რომ არის ყველაზე ესეთი დიდი და ყველაზე საინტერესო თამაში. გადავიდეთ თუ გინდა პირველი არხის შენობაში გადავიდეთ. იცი რა, ეგ ეჭვები ყოველ შემთხვევაში თქვენგანაც მესმის, არა თქვენ არ ახართ პირველი ვისგანაც გავიგე. აქაც არ არის საქართველოს გამონაკლისი, მაგრამ აქ ძალიან ცუდი გამონაკლისია ჩემის აზრით. UEFA-ს აქვს ამისთვის სპეციალური სამსახური, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ყოველთვის რაღაც კონკრეტული თამაშების, საეჭვო თამაშების სიები მოდის და ამაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე ახლავს ამასთან რა. მტკიცებულება არის სავალდებულო. ეჭვი ცალკე თემაა. ადამიანს, რომელსაც ფეხბურთი კარგად ესმის, ან არ ესმის, მაგრამ ლოგიკურად მიყვება რაღაც ჯაჭვს და ვისაც ესმის, იმას უგდებს ხურს, შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი. ნახოთ ექვსეულში, ვინ რას იზავს, როგორ ელემენტარულად ეს აჟიოტაჟიც კი, ჩემის აზრით, ძალიან კარგია იმისთვის, რომ თუ კი რამე იყო ჩაფიქრებული და რაღაცა ნაწილი ამის განხორციელდა, მეორე ნაწილის განხორციელებას როგორც მინიმუმ ხელი შეეშლება. და თუ კი ეგეთი რამეები ხდება, ხო? მაგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგი არის მისახედი არ იქ მოდი მითხარი ვიზე ვლაპარაკობთ ეგ
იმ გოლზე თუ ლაპარაკობთ, ეხა იქ რო გაატარეს და გავიდა ბოლომდე. კარგი, ეხა მაგდა ცოტა ფეხბურთსაც თუ მასწავლი და მაშინ აბა ეხა კაცი მოატყვილა რა, ეხა მე კი არ გეკამათები რომ შეიძლება ეგ არ იყოს. მე თუ კი დამტკიცდება კი არა, თუ კი ეჭვის ნახევარიც კი დამიმტკიცდება, მე გაძლევ პირობას რომ სერიოზული პრობლემები იქნება რა. თუ თბილისის დინამოს ეხა ისი აქვს საქმე რომ ეგრე ჭირდება რომ ახლა აქ ვიღაცას თამაში დაუთმოს, მე რომ 6-ეულში ქულები აიღოს, კარგად ყოფილა თბილისის დინამოს საქმე და თუ ხო არა, გარიგებული თამაშები ყველგან არსებობს, თუ არსებობს, მაგრამ ამას ჭირდება დამტკიცება და ფაქტები. ხო. კი ბატონო, ფედერაციის პრეროგატივაც არის და სამართალდამცავების პრეროგატივა და უნდა იყოს პირველ რიგში სამართალდამცავების პრეროგატივა. იქ სადაც მაგდაგვარი რამე მომხდარა, ყოველთვის იყო საბოლოო ჯამში ეჭვის საფუძველზე არ ყოფილა ეს ყველაფერი რა. ეს იყო ყოველთვის ფაქტების საფუძველზე. ფაქტები ვლინდება ან სატელეფონო მოსმენით, ან ვიდეოთი ჩაწერილი იმით, ან მოწმეების ჩვენებით. სანამ ჩვენ შარშანწინ არ ამოგვიღეს რაღაცა და არ გვაჩვენეს, ხო? ეს ყოველთვის იყო რაღაცა ჩვენ მივმართავთ სამოძებნო და ჩვენ ხელშეკრულებაც გვაქვს უკვე და თანამშრომლობა მაგ კუთხით მიდის და ეს კიდევ ერთხელ ვიძახი რა. იმიტომ არის რომ ჩვენი ფეხბურთი დაუშვათ არ არის იმ დონეზე რა დონეზეც უნდა იყოს რომ ადგილებზე ხო ადგილებზე ვიღაცა რაღაცებს ცვლის თურმე 3 აქ მომეცი 6 იქ მოგცემ 900 იქ დაგითმობ ეს თუ ნამდვილად დამტკიცდება ხო ეს თუ ნამდვილად დამტკიცდება იქ ამინისტიები კი აღარ უნდა მერე და რაღაცა ხო ამინისტია ჩემი აზრით ადრე იყო რაზეც ჩვენ ამინისტია გავაკეთეთ ისიც ადრე იყო და იმიტომ თუ კი რამე ხდება დღეს აი მაგის გამოძახილია ეგა რა ამინისტია კი არ უნდა ყოფილიყო პირიქით უფრო მეტი სასჯელი უნდა ყოფილიყო რა უფრო მეტი სასჯელი უნდა ყოფილიყო და დიფერენცირებული რა იქ შეიძლება ყველას თანაბარი ბრალეულობა არ ქონდა და მე ძალიან ბევრი საქმე ვიცი ეგრე UEFA-ს განხილული და ზუსტად ახარისხებენ დაუშვათ რომ აი ეს ბიჭი და ეს გუნდი ნაკლებად დამნაშავია და აქ შეიძლება რომ იყოს ნაკლები სასჯელი ეს უნდა მოიკვეთოს ამან საქმე აღარ უნდა გააკეთოს ეს მსაჯი უნდა საერთოდ ჩამოშორდეს ფეხბურთი მეორე მსაჯი უნდა წავიდეს ციხეში არა აი ხო არის ფეხბურთელები რა ვიღაცა მონაწილეობს რაღაცაში დასვრილია ვიღაცას მარტო ინფორმაცია აქვს და უბრალოდ ინფორმაცია არ გასცა რა და ვინც ფული აიღო და ვინც უბრალოდ ამბავი ვიცის ერთნაირად დასაჯელია დანაშაული თუ კი ეს გუნდები 6-6 გულას მიიღებენ და ამაში იქნება საფუძვლიანი ეჭვი, ბუნებრივია იქნება უმკაცრესი სანქციები. ხა დინამომ რო სიტყვაზე 2 თამაში მოუგოს ბოლნის, ეხლა თუ ძალიან უნდა გაგვიკვირდეს ეგ, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და თუ კი აი ამ თამაშებში მართლა იქნება რამე ისეთი საეჭვო, ან მეორე თამაში რა თქვით? გურია ჩიხურა, ხო მე ცოტა ისავა რა, ეს შაბათკვირა აქ არ ვიყავი და ჯერ არ მახსოვს თამაში, აი გეფიცებით ყველაფერს რა. ჯერ არ მახსოვს თამაში, სადაც გუნდს წაეგოს და გუნდის ხელმძღვანელობას არ ეთქვას, რომ მე ესეთი წესი მაქვს, მე მსაჯებზე არაფერს არ ვლაპარაკობ და მე მაინც ლაპარაკობს ჯუმად. აქედან მოვა, იქიდან მოვა, აი ეს მსაჯი არ ვარგო და ამან ესე ყველა უკმაყოფილოა, როცა გუნდი აგებს. და ბუნებრივია, ყველა აბრალებს მსაჯს. არავინ არ აბრალებს, არც თავის იმას სოდნას, როგორც მწვრთნელის, არც თავის ფეხბურთელებს, არც ფეხბურთელებებს და არც მწვრთნელი ფეხბურთელებს. ანუ რეზიმე იმის თქმიდა, რომ წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ამ ფედერაციიდან მორპედოდა გურიდილა ჟარგონის ენაზე რომ შეიძლება ჩატექნილიდნენ და გურიდილას მიმართ არ გამიგია ეგეთი რამე მე წინასწარ დაანონსებული. კი ბატონო, მე არ მაქვს მაგაზე არანაირი ისა, რა ქვია, პოზიცია, იმიტომ რომ არ გამიგია ეგ. მარტვილი? რა საკვირველია?
არა მაქვს მაგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არანაირი. მე არ ვფლობ მაგასთან დაკავშირებით არაფერი ინფორმაციას. ვიცი რომ ერთადერთი ვიცი რომ ირაკლი ვაშაკიძე იყო აგენტი და ეხლა მუშაობს თბილისის დინამოში. ამდენადაც ვიცი რაღაც ვადების პრობლემაა. ხო, არ ვიცი დეტალები და ეხლა არ მინდა რომ არასწორი ვთქვა რამე. ზვიად შემძე დიდი თანამდებობა აქვს ფედერაციაში, თუ გითხრათ რომ მიდის, ესე იგი მიდის. Все? Პირიქით დიდი მადლობა.